ისევ დავუბრუნდეთ ამ 27 წელს და ისევ დავუბრუნდეთ ჩემს საყვარელ ეიზენშტეინს. გარკვეული ხნის მერე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ეიზენშტეინი გაიხსენებს ისტორიას, რომელმაც როგორც თვითონ იტყვის თავისუფლებად თუ არ დაიღალეთ, გაუვადვილა მას სიკვდილი. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ისტორია არის, რომელიც ყოველთვის მაგონდება ხოლმე, როცა რაღაცა პრობლემა გვექნება რეალურად ცხოვრებაში. იყო ასეთი პიანისტი, მარია იუძინა. 30-იან წლებში, მეგონი 60-იან წლებში გარდაიცვალა. ესეთი უცნაური ქალი იყო. მარტო ცხოვრობდა კატებთან ერთად, პირადი ცხოვრება ჰქონია და იყო კარგი პიანისტი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინს რადიოთი გადაიცა პირდაპირ რეპორტაჟი, როცა იუძინამ დაუკრა მოცარტის 25-ე საფორტეპიანო კონცერტი. 46 წელია მეგონი. სტალინი უსმენდა კრემლში ამ მუსიკას. ძალიან მოეწონა მოცარტი. დარეკა რადიოში და თქვა, ესეთი ფრაზა არის, красивую музыку играете, пришлите завтра пластинку. კლამის მუსიკას უკრავთ, რუსულად იმიტომ უბრალოდ ეს ფრაზა შემდგომ გათამაშდა ჩემ ცხოვრებაში. ლამაზ მუსიკას უკრავთ და გამომიგზავნეთ ფირფიტა ხალხი. რადიოს დირექტორმა ვერ გამერედა მე უთხრა, ეს იყო პირდაპირი რეპორტაჟი. ამიტომ ღამის 2 საათზე სასწრაფოდ შეკრიბეს ორკესტრი. იპოვეს დირიჟორი, ერთი დირიჟორი მომიწაოვიდა შიშით, რომ უნდა ჩაწერონ დისკი უშუალოდ სტალინისტვის, ესე იგი იმ ღამეს უნდა დაუკრა სტალინისტვის. და დაუძახეს ამ იუძინას და უთხრეს, რომ უნდა დაუკრა სტალინისტვის. სხვა ჩვენს არსებობს ჩანაწერი. მოგვიყვება 60-იან წლებში გამოვიდა და ფირფიტას აწერია იქ 46 წელს ჩაწერილი და YouTube-ზე ცდებს ეს ჩანაწერი და არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ჩვენ უსმენთ ჩანაწერს, როცა ადამიანი კონკრეტულად უკრავს სტალინისტვის. ესეთი რამე არ მოხდა. ნამდვილად ვიცით ფაქტი, რომ ეს მუსიკა არის ჩაწერილი, რომ ადამიანი დაიჭირდა უკრავს სტალინისტვის. ცარიელ დარბაზში. მოკლედ ეს დისკი ჩაიწერეს და გაუგზავნეს სტალინს. 2 დღის მერე იუძინა იღებს სახელმწიფო პრემიას, ფულად ჯილდოს, უშუალოდ სტალინისგან და იუძინამ აიღო დაწერილი, რომ ამ ფულს წირავ ეკლესიას თქვენი ცოდვების გამოსაცემად. გაუგზავნა სტალინის კრემლში. ეიზენშტეინი იგონებს, რომ შოსტაკოვიჩს უწევია ეს მემუარებში, ეიზენშტეინსაც ნახსენები აქვს, როგორ წავიდა მე იუძინა გონი პასტერნაკებთან და თქვა, რომ ესეთი წერილი გავაგზავნებო და საჭიში ხო არ არის. შემდეგ დაბრუნდა სახლში და ელოდებოდეს წაიყვანდნენ. ამოვიდა რა. და არის ესეთი აზრი გაქცევებული, რომ ესე იგი მას ან სტალინს შეეშინდა და უბრალოდ ასეთი კაპიტელი მიიღანა ასეთი წერილი სტალინამდე. ან უბრალოდ სტალინი ძალიან სენტიმენტალური გახდა სიკვდილის წინ და ასეთი აზრიც არის, რომ მას შეეშინდა. გაიჩარის წინ არც. ფაქტია, რომ მას აღარ აღწევდა ეს კონცერტებზე დაკვრის უფლებას, ვიდრე 47 წლამდე, როდესაც დაგმეს სტალინის კულტი და იუძინა ისევ უკრავს. 57 წელს, 58 წელს უბრალოდ არ მახსოვს, კონსერვატორიაში უნდა დაეკრა შოპენი და ეს ის დრო იყო, როდესაც დოქტორ ჟივაგო აგრძელეს და დაიწყო ეს პასტერნაკის წინააღმდეგ ბრძოლა და ცნობილია, როგორ გამოვიდა იუძინა კონსერვატორიაში და გამოაცხადა я сегодня не буду играть Шопена, я буду читать Пастернака. და დაიწყო პასტერნაკის კითხვა დარბაზში. ანუ აი ესეთი შერკილი ქალი იყო. ერთ-ერთი გამოვლინება თავისუფალი ხელოვანის. ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება. უბრალოდ მე იმიტომ ვახსენე ეიზენშტეინთან, რომ ეს იუძინას ისტორია უკავშირდება ერთ ფაქტს. ეს როგორც გითხარით, ფირფიტა გამოვიდა მეთქი 80-იან წლებში, ჩაწერილი ჰქონდა ეს ფირფიტა ბიჭვინთაში, ისვენებ ბიჭვინთაში იყო კინემატოგრაფისტთა სახლი. და ამ კინემატოგრაფისტთა
რომელიც აი განსხვავებით ეზიშვლებისგან მას აცრებდნენ ფილმების გადაღების უფლებას და სტალინის ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორი იყო 30-იან წლებში. მახსოვს რომ მე ჩემი მეგობარი უსმენდით ამ ჩანაწერს აიონზე და დააკავდა კარებზე კაცმა გავაღեց და იდგა ეს გერასიმოვი 80-იანი წლებში და ეს ფრაზის გონება კრასივული მუსიკა играется ანუ გაიგორა ზუსტად სტალინის სიტყვები ესეთი საოცარი აღმოხდა ხო და ასეთი მაგალითები ესე იგი აი ამ აკრძალვისა და ცენზურის დროს თავად ეზიჩნეის ქონდა ძალიან ბევრი და როდესაც ადამიანი იმყოფება ამ ცენზურულ მდგომარეობაში მით უმეტეს ცენზურის ფონზე მით უმეტეს ძნელია ხოლმე შეინარჩუნა თავისუფლება კინემატოგრაფში მით უმეტეს ძნელია მაგრამ ამას ზოგიერთი კინემატოგრაფისტი